კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. მან ტაძარში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სასულიერო პირმა წმინდა თომა მოციქულის ცხოვრებაზე, რწმენასა და ეკლესიური ცხოვრების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. აღსანიშნავია, რომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დავანებულია მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, წმინდა თომა მოციქულის თავისქალა. სიწმინდე ტაძარში გამოაბრძანეს და მორწმუნეებს მასთან მიახლების საშუალება მიეცათ. დღევანდელ დღეს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს მოციქული თომას ხსენებას, ძალიან მნიშვნელოვანი მოციქული გახლავთ, რომელმაც მათ ცხოვრს, რა თქმა უნდა, მაცხოვრის მიმსჭვალული ხელი და გვერდი და ფეხი განიხილა. მაცხოვრის სიტყვები, რომ ნეტარ არიან, რომელთა არ გაუხილავდა რწმენე, ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამიტომ ბუნებრივი არის, რომ თომა მოციქულის სარწმუნოება ძალიან დიდ პატივს სცემს წმინდა ეკლესია და თომა მოციქულის ღვაწლს ძალიან ისე მნიშვნელოვნად აღნიშნავს ჩვენი ეკლესია. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რომ ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიებში აღესრულება ღვთისმსახურება, წირვა, კვირაცხოვლობა არის დღეს და ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის იმის ცოდნაც, რომ სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარში არის დაცული თომა მოციქულის ნაწილი, კერძოდ მისი თავის ქალა. თომა მოციქული სხვა მოციქულებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მხოლოდ ხილული სასწაულების სჯერო და მოძღვრის ღვთაებრივი ქადაგებების არსს კი ბოლომდე ვერ სწვდებოდა. საიდუმლო სერობაზე მაცხოვარი მოწაფეებს აფრთხილებდა, რომ მალე დატოვებდა მათ და არ შეშინებულიყვნენ, რომ იგი მიდიოდა თავის მამასთან, სადაც მათთვისაც მოამზადებდა დიდებულ ადგილს და შემდგომში მათაც თავისთან წაიყვანდა. ხოლო სადაც მე მივდივარ, თქვენი ცით ის გზა დასძინა უფალმა. უფალო, არ ვიცით სად მიდიხარ, როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამაჩემთან თუ არა ჩემს მიერ. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ. უფლის ამ სიტყვებში ისმის საყვედური თომას მიმართ, რადგან მას ნაკლებად ესმოდა ღვთაებრივი მოძღვრისა. მაცხოვრის აღდგომის დღეს ერთად შეკრებილ მოწაფეებს იესო ქრისტე მოულოდნელად გამოეცხადა. თომა ამ დროს იქ არ იმყოფებოდა და როდესაც ამ სასწაულის შესახებ უამბეს არ დაიჯერა. თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმევს და ნალურსმევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი ხელს არ ვირწმუნებ, თქვა მან. 7 დღის შემდეგ, როდესაც მოციქული თომა სხვა მოციქულებთან ერთად იყო, მაცხოვარი მოწაფეებს კვლავ გამოეცხადა. უფალმა უჩვენა თომას ჭრილობები, უთხრა მასთან მისულიყო და ხელით შეხებოდა. გაოცებული თომა ღვთისმოშიშებით უყურებდა უფალს. მან სიხარულით შეხაღა და უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. თომა მოციქული იმდენად აღივს რწმენის სიმტკიცით, იმდენად შეურყეველი გახდა მისი სულიერი სამყარო, რომ გახდა ღირსი თავისი სამოციქულო მოღვაწეობა მოწამეობრივად დაესრულებინა. აღდგომის დღესასწაულიდან ერთი კვირის თავზე ჩვენ ვზეიმობთ მცირედ მორწმუნეობაზე გამარჯვებას, რისის სახე, სიმბოლო და მაგალითიცაა თავად თომა მოციქულის ცხოვრება. ეს დღე თავისი არსით აღდგომის სწორადაცაა მიჩნეული. კვირა ცხოველი, ანუ კვირა სიცოცხლისა, იმ სიცოცხლისა, რომელიც თავად მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგვანიჭა.